გამომადგებოდა და გზას მიუყვებოდი. საღამოვდებოდა, ფიქრებმა წამიყო გზაში. მომენტებში საერთოდ ვერ ფიქრობდი, ტვინი გეთიშებოდა, მომენტებში კი ყველაფერზე გეხსნებოდა ფიქრი და გონება. უფრო მზის ჩასვლის ფერებით ტკბებოდი ამ ფართო გზაზე თავისი ელექტროშუქებით და მანქანების მოძრაობით. ცოტა ხანში ძალზედ მოვსუსტი, წყალი გამეთავდა. ასავსებიც არსად იყო. ყავაზე სერიოზულად დავფიქრდი. გზის რკინის მოაჯირზე ჩამოვდექი, ჯიბე გავხსენი, ყავაც და ისე დავლიე, რომ წყურვილისგან გემო ვერც კი გავიგე. გონებაში კიდევ ერთხელ მადლობა უთხარი, ვინც მაჩუქა და გზას გავუყევი. მალევე ერთმა სატვირთოს მძღოლმა გააჩერა წინ, გვერდი აუარე და გზა გავაგრძელე. უკნიდან ხმა მომესმა. საით მიდიხარ? ზღვაზე. მერე მანქანას რატომ არ მიყვები? ფეხით მინდა ჩასვლა. წამოდი ცოტაზე გაგიყოლებ. ჩვეულებრივი სატვირთო არ იყო, ისეთი იყო ზედ ბევრი შედარებით მომცრო მანქანა, რომ იდებოდა. მეც გამიხარდა ასეთი მანქანით მოგზაურობაზე უარს არ ვიტყოდ, თან ფეხები გვარიანად დამეყალა. კარი ძლივს გამოვაღე, ავედი და დავჭექი. ჰოი ნეტარება. ამდენი მანძილის მერე ასეთ რბილ სავარძელში დასვენება, ღამეს. ფანჯრის ჩამოწევა უცადე და სახელური მოძურა. უცებო მივამაგრე და ჩამოუწიე, ხელი გადავყავი ფანჯრიდან და ჰაერის შეხება ხელზე, სახეზე, უმოძრაო ტანზე. ასე უნდა გეარა ფეხით? მომიწევს მაინც აქედან რომ ჩამოვალ, გამეცინა. მაინც და მაინც საუბრის მოყვარული არ იყო ხანში სესული კაცი, არც მე და ორივე ასე ჰარმონიულად ვიყავით ჩვენი გზების გასაყრამდე. მე უნდა ცოტა შევისვენო, გავაზაბრავკო, შენ ალბათ ჩამოხვალ, ხო? კი, გაიხარე, წყალი ხომ არ გაქვს? არა, დამავიწყდა ყიდვა, შენ ახლა იქ შეხვალ. ხო და იქ რო შევალ კი ავავსებ. კაი, აბა შენიცი. გზაში ავტობანზე წამოგეწევი, კარგად იყავი. ჩამოვედი და ამაზე უკეთეს ასეთი განწყობით ადამიანი ვერაფერს ინატრებდა. ასეთი განწყობით ალბათ ვერაფერს ინატრებდა კაცი. გზაზე ერთი სინათლის ნაპერწკალიც არ იყო, მანქანებიც იშვიათად თუ გაივლიდნენ, მხოლოდ ღამის მნათობი. თვალი შეეჩვია გარემოს და მოჩანდა ველები, უსასრულო გზა, ვარსკვლავები. საერთოდ არ მშივდებოდა, არც რაიმესი მეშინოდა, უბრალოდ ის იყო, რომ ფეხები გვარიანად მეღლებოდა და მტკიოდა, დაძინება არ მინდოდა, თითქოს ეს ჩემი ადგილი იყო მთელ სამყაროში. სიბნელეში და სიცარიელეში თურმე ქვეწარმავლებს ყვალებიათ გამოსვლა თავიანთი საცხოვრებლებიდან. ყეფა შემომესმა შორიდან, მჯეროდა, რომ თუ მშვიდობიანად გავივლიდი, არაფერსაც არ მოიმოქმედებდნენ. მივუახლოვდი, ყეფას მოუმატეს, ყურადღებით ვიყავი, მაგრამ არაფერი, უბრალოდ ყებდნენ. თითქოს შურდათ და მათაც უნდოდათ ასე თავისუფლად ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ცხოვრებაში არ ეწევა. ღამით მოლანდებებიც იცოდა, მაგრამ ჯობდა არაყოლოდი. ხან ხის ტოტიზეთ ფოთლებით შენზე დაჟინებით მომზირალ ადამიანად გეჩვენებოდა, ხან საგზაო ნიშანი ხედ, გზაზე დაჭრილი და ხეული მანქანის ქამრები თუ საბურავები გველებად. თუ ნამეტანი ძალა გამოგეცლებოდა, უკვე ხმებიც გესმოდა. მოკლედ ამ მთელ არარეალურ სამყაროზე უარი უნდა გეთქვა, ან ცოტა ხანში ისედაც გაგივლიდა. გზაში დაგეწევიო არა, გაგამხნევა უბრალოდ, არ დაგეწევა, ან შეიძლება მასეც იყოს, მაგრამ არაფერში მჭირდება. ალბათ სულთლად გადავიკარგებოდი, ან არასწორი გზით წავიდოდი, ცოტა ხანში კიდევ ერთს რომ არ გაეჩერებინა მანქანა. კარი გააღო. სალამი ძმაო. გამარჯობა, აგერ მივდივარ ახლოშივე და პერევალთან მიგიყვან, იქით ვეღარ წავალ, ღამით სატვირთოების გარდა არავის უშვებენ. კაი, გაიხარე. მარშრუტკას რატო არ გაყევი? რა ვიცი, თბილისიდან ფეხით წამოვედი, მეთქი ჩავალ ზღვაზე. ვა, და თბილისიდან აქამდე სულ ფეხით მოდიხარ? არა, პატარაზე გამოვყევი ერთს. ხო, აი უყურე, აქ უნდა ჩახვიდე, დაიცა ძაღლებმა არ გიკვინონ, ცოტას გაგწევ იქით. რა ვიცი, ფეხით რომ მოდიხარ, მშვიდობიანად არიან, მარტო ყეფენ. დაიცა, მაინც არ გიკვინონ. კარგად იყავი, გაიხარე, აბა შენიც. წყალი სულ გამითავდა და რადგან ქალაქში შევდიოდი, აღარ მედარდებოდა. რამდენი ცნობისმოყვარე პროფესიის ხალხიც გამოვიარე, ყველას ფეხზე ვეკიდე და ეს ფაქტი ძალიან მახარებდა. პირველივე საცხობ მაღაზიასთან მივედი, წითლებში იყო განათებული, შიგნიდან ელექტროშუქით და ორი ახალგაზრდა ლამაზი გოგოთი. ვკითხე, საით შეიძლებოდა წყლის ავსება ყიდვის გარეშე, მათაც თავაზიანობა გამოიცინეს და მათ არა ამივსეს. ნელ-ნელა ვსვამდი, ძალიანაც რომ მდომებოდა ადამიანს ერთბაშად ვერ დალევდა, ამაში იყო მათ არის მთელი სიბრძნე.
ცოტა ხანში ვუთხარი საიდანაც მოვდიოდი და როგორც ამხელა გზას რომ გამოდიხარ ან კიდევ რაღაც სიძნელეებს რომ აწყდები, დროთა განმავლობაში უკვე თავისუფლდები, სულ არ გაინტერესებს გარემო სამყაროს წარმოდგენები, იმას ამბობ, რასაც ფიქრობ, ზოგს ეცინება, ზოგი ბრაზდება, ზოგი საერთოდ ჭკუიდან იშლება. არა და შენ უბრალოდ ამბობ რა და როგორც არის და იქნება ნამდვილი ამბები. ეს ორი ახალგაზრდა ქალბატონი კი ჭეშმარიტად კეთილი აღმოჩნდა და უარის მიუხედავად საჭმელი გამომატანა. განა რა თმინდოდა, ფული რაც წამოვიღე საერთოდ არ დამიხარჯავს, არც მშივდებოდა, მაგრამ გიხაროდა ადამიანების სიკეთე და განწყობა. გზას გამოუყევი და თან წყალს სვამდი. თურმე არაფერი რომ არ მეთქვა, წყალს კიდევ ბევრ ადგილას ავავსებდი. სკამი ვნახე გვერდზე მაგიდით და სიხარულით ჩამოვჭექი, რა კაი იყო ცოტა ხანი დასვენება. ნაჩუქარი საჭმლის პარკის აწვიმას გადავაბი, მხარზე ჩამოვიკიდე. სახე დავიბანე და გზას გავუყევი. ქალაქი უკან დარჩა, ისევ ისეთი ადგილი იყო, სადაც სინათლის წყარო მხოლოდ ღამის მნათობი ან სატვირთოების ფარები თუ იქნებოდა. შემხედრების შუქზე თვალებზე ხელს ვიფარებდი, დაბლა ყველაფერი ჩანდა, ისე რომ სადმე არ გადავარდნილიყავი. მიხაროდა ეს რეალობა, რადგან ბოლო-ბოლო შემეძლო ასეთი რამეები მაინც მეკეთებინა და აზრები მენახა მათში. გავიფიქრე ახლა ამ სიბნელეში დათვიანგელი რომ დამიქრეს წინ, რა მაგარი იქნებოდა. რატომღაც მეგონა, რომ რაიმე სერიოზულს მაინც ვუზავდი, სანამ მომკლავდა. მაგრამ მაგის მაგივრად ადამიანურ ენაზე, კონკრეტულად თანამედროვე ქართულზე ვეტყოდი. სჯობს შვიდობიანად დავეშალოთ, შენ გზაზე წადი, მე ჩემსას გავუყვები, თორე რამეს მაინც დაგიშავებ. ოცნებამ გამიტაცა. და მართლა რომ მომხდარიყო და ესენიც ამ სიტყვების შემდეგ მართლაც რომ წასულიყვნენ, აი მაშინ კი სერიოზულად გამიხარდებოდა ცხოვრება. გამეცინა. სჯობს შვიდობიანად დავეშალოთ. ძაღლების ორი გაერთიანება გამოვიარე, ცოტა გაწვიმდა და დიდი განათებული გვირაბიც გამოჩნდა. შევედი და მშვიდად ნელ-ნელა მივიწევდი წინ, გაოცდებოდი. სულთლად სიმშვიდე ჩამოწვა. ცოტა ხანს და ისევ ფიქრებში წამიყო. გეგონება ფილმებში რომ ნახავ სიკვდილის წინ ვინმეს ცხოვრების გამორჩეული მომენტები რომ ჩაუვლის თვალწინ თვალწინ დაახლოებით ასეთი რამ დამემართა. თან სიცხე იყო შიგნით. გამოცდასავით უნდა გაგიარა და გასულიყავი ბოლოში. დავიკარგე. ხო, გასვლისას აღარ წვიმდა, სატვირთო მანქანებს ავტობანის ნაწილები დაჰქონდათ. შიგადაშიგ პატარა მანქანებიც იყო, თითქოს ცოტა გამოვცოცხლდი. გვერდზე გადაბრუნებული გრძელი ტრაილერი ეგდო, ყვითელი ლენტით შემოღობილი, იმედია გადარჩა. როცა და სადაც გზაზე დღისით მოხარშულ სიმინდს ყიდიან, იმ ადგილებში ვიყავი. ერთ-ერთი მშვენივრად იყო გაწყობილი. ორი ხის მაგიდა, გრძელი უკან მისაყუდებლით, გვერდები ცელოფნით და ჭერი. წამოვწექი სკამზე და მიუხედავად იმისა, რომ გრძელი უბრალო ხის სკამი იყო, ამ მომენტში არ ჩამოუვარდებოდა ალბათ ყველაზე რბილ საწოლს. წვიმისგან დასველებული გვერდზე გადაგრული განათებული ცელოფნიდან მანქანები რეალობაში ჩამოიქროლებდნენ. ადექ წავიდე, თორე ასე არაფერი გამოვა, დაიცა მაგის დედავატირე, ცოტა ხანი ვიყოთ, ისედაც ძლივს დადიხარ. განთენებას დაველოდები, რაღა დარჩა. იქნებ რაც უფრო დიდხანს დავისვენებ, მით უფრო ბევრს გააივლი. ალბათ მასია, წამო გზაში დაგვათენდეს, მასე ჯობს მუღამია. საერთოდ არ მშიოდა, ქადაწალის ვჭამე, მაგრამ ტკბილმა შემიყოლა და სიამოვნებით შევჭამე. მალევე გამოვაგრძელე გზა, სიბნელე გარიჟრაჟმა შეცვალა, შემდეგ კი სინათლემ, თითქოს ისეთი ამინდი იყო, რომ წვიმას უპირებდა. რა მენაღლებოდა, საწვიმრით კი ვიყავი მომზადებული, ფეხები მაინც ტკივილს იწყებდა. შეგეძლო ხან სხვანაირად გადაგედგა, ხან ყურადღება გადაგეტანა და ხან კიდევ თავისითაც მიგავიწყდებოდა. პატარ-პატარა გვირაბები გავიარე. გზაზე ისეთი სიცარიელე იყო, ცოტა ხან სულ შუაში დავდიოდი. სხეულმა თავისი ქნა და გადავწყვიტე გოგოების ნაჩუქარი საჭმელი მეჭამა. ასეც მოვიქეცი და ვითომ მიშველის და ძალას შემმატებს, არა მგონია, ალბათ ესეც ერთ-ერთი ჩვენი მოგონილი ილუზიაა, ნეტა საერთოდ არ მეჭამა. გზას მიუყვებოდი. კი დავიღალე ისე. გაჩუმდი რა დაღლა, ანჯერ რა დროსია, გინდა ახლა გამყოლი მოვიზიდო? საკმარისია უბრალოდ დაფიქრდე და თავისით მოვა. არ მინდა ჩემითაც ჩავალ.
ისე კი კაი იქნებოდა. ცოტა ხანში გვერდზე თეთრმა მანქანამ გააჩერა, სამნი ისხდნენ. გიყურებ მთელი ღამე მოდიხარ და გულში ყველას ვაგინებ, როგორ არ გიჩერებენ, ავტობანის მშენებლობაზე ვმუშაობ, მანამდე ვერ წაგიყვანდი. გაიხარე ძმაო, კარი გამოვაღე და დავჭექი. გავიცანით ერთმანეთი. რამდენი